თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციებისას დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატების შუამდგომლობას ხდომის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, წინა პროცესზე დარბაში მყოფებმა წესრიგი არ დაიცვეს. მოსამართლე შვანგირაძის ამ გადაწყვეტილების გამო ხდომაზე ვერ შევიდნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, მათი მხარდამჭერები და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. სასამართლო პროცესს დაესწრო 10 დაკავებული. ერთ-ერთმა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა ხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა. პროცესზე ხმაურიც იყო. პოლიტპატიმარ რევაზ კიკნაძეს მოსამართლე შვანგირაძემ საუბრის საშუალება არ მისცა. ვინაიდან კარგად ვერ მივხვდი კონკრეტულად ეს ხდომა რა მიმართულებით მიდის ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი, მარტო უბრალოდ თხოვნა მექნება პროკურორებთან, ყველა სიტყვა რომლის ფუძეც ყველა დიახ შეგეკითხეთ თქვენ ადვოკატის მიერ გაჟღერებული შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიცია თხოვნა პროკურორთან და ასე შემდეგ ამ ეტაპზე თხოვნა არ მექნება პროკურორებთან, უბრალოდ ვიტყვი რომ რასთან დაკავშირებით ჩემ საქმესთან დაკავშირებით ეხება რა შუამდგომლობა რაზეც დააყენა ამასთან დაკავშირებით თქვენი მიცემულებებთან დაკავშირებით. ყველა სიტყვა რომლის ფუძეც იქნება სროლა გამოიყენონ ჰაერში აგდება. ვინაიდან რატო არ მასწით საუბარი? მე ხარ ჩვეულებრივად ფსიქოლოგიურად მოძალადა, იმიტომ რომ ჩემთვის გამოყოფილ დროში არც წინაზე და არც ახლა არ მომეცით საუბრის უფლება. ჩემთვის გამოყოფილ დროს მე როგორც მინდა ისევ წავმართავ. თუ მინდა ვეფხისტყაოსას მოვყვებით, თუ მინდა მადრიდის რეალის შემადგენლობას ჩამოვთვლეთ. თქვენ ბოლოს მინდა შეაჯამოთ და დაასწრეთ ჩემს საქმეს ეხება და წაადგება თუ არა. არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ თუ გუნავთ ასე ისედაც ბრალდებულებს გუნავთ. შეიძლება ამ კონკრეტულმა სიტყვამ თქვენი ცხოვრების ბედი გადაწყვეტოს და ამას თქვენ აწყვეტინებთ და არასდროს საშუალებას დაამთავროთ. ჩემს ატარებას დაბრძანეთ. ხო და აი ადვოკატს ეთანხმებით თუ არა მაგარი მომოსთან დაკავშირებით დაბრძანეთ. საკმარისია. დაბრძანეთ. საქმეზე შემდეგი სხდომა 25 მარტს 13 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების, პროკურატურამ კი ადვოკატების რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობა მოითხოვეს. მოსამართლეს ამასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით არ უნდა დაუშვათ ჩინაგაზაფხულთა სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც წარადგინდა ბრალდების მხარემ, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თორნე გემახსენა, არც მე და არც ერთი ადამიანი შესაძლოა ხედავთ, არც არის ნახსენები ამ გამოკითხვაში და აქედან გამომდინარე, როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცა შეუძლია რომ დაგვიბრალოს აქციის მონაწილეების ცემა პირობითად. რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოქმნილი. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევას კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუქსა და ირაკლი ქერაშვილს ქართული ოცნების პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.